მოგესალმებით, მე ვარ ლევან დოლიაშვილი და ჩვენ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება დიალოგური ფანჯრები. ესენი არიან alert, confirm, prompt და show modal dialogue. Alert, prompt, confirm არიან გლობალური ობიექტების window-ის მეთოდები, ასე ვთქვათ. Alert არის დიალოგური ფანჯარა კონკრეტული წინადადებითა და ოღილაკით. იგი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა გსურს დარწმუნდეთ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია ნამდვილად მოვიდა მომხმარებლამდე. იმდენად, რამდენადაც მომხმარებელს ოღილაკზე დაჭერამდე მიმდინარე ფანჯრის შიგთავსის ხილვადობა, ასე ვთქვათ, ანუ ხილვის საშუალება არ ეძლევა. მოდი ვნახოთ ახლა ეს alert-ი. მაგალითად, დავწეროთ alert-ი, რომ ჩვენ საიტზე შესვლის დროს ამოაგდოს ეს ტექსტი მიმდინარეობს გვერდის რეორგანიზაცია. გავხსნათ, მოდი. დავარეფრეშოთ და მართლაც ამოაგდო alert-ი მიმდინარეობს გვერდის რეორგანიზაცია და ოღილაკი. ნუ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერ რამეში, if-ში ჩავსვათ ან რა ლოგიკაც მოგვინდება, ასე ვთქვათ. ეხლა განვიხილოთ confirm. Confirm არის დიალოგური ფანჯარა კონკრეტული წინადადებით და og და cancel ღილაკებით. Og ღილაკზე დაჭერისას აბრუნებს ნიშნულობას true, ხოლო cancel-ზე დაჭერისას ნიშნულობას false. მაგალითად, ვიძახებ confirms და შიგნით ტექსტი წერია ნამდვილად გსურს გვერდის დატოვება და ვინახავ მას ცვლადში. ის confirm იქნება boolean ცვლადი და შემდგომ დავბეჭდავ is confirm თუ true ან false. და შესაბამისად შემდგომ შეგიძლიათ დაწეროთ ისეთი ლოგიკა თუ OK-ს დააჭერს გამოვიდეს ამ გვერდიდან თუ cancels ისევ დატოვოთ იმ გვერდზე. მოდი ვნახოთ და გავხსნი inspects consoles და დავარეფრეშოთ. როგორც ხედავთ, გამოვიდა ნამდვილად გსურთ გვერდის დატოვება. OK-ს თუ დავაწვევი, დააბრუნებს true-ს. თუ დავაწვევი cancels, დააბრუნებს false. ანუ ამაში გამოიყენება ეს confirm, ასე ვთქვათ. მოდი ახლა განვიხილოთ prompt, ასე ვთქვათ, გლობალური მეთოდი. Prompt არის დიალოგური ფანჯარა, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ტექსტურ ველს და og და cancel ღილაკებს. იგი ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც გსურს, რომ მომხმარებელმა აკრიფოს რაიმე ინფორმაცია გვერდზე შესვლამდე. Cancel-ზე დაჭერისას აბრუნებს ნიშნულობას null-ს, ხოლო og-ზე დაჭერისას იმას, რაც ველში აიკრიფება. მაგალითად, გამოვიძახოთ prompt ფუნქცია და შიგნით წერია ტექსტი. მიუთითეთ თქვენი ასაკი. შემდგომ ვინახავ მას ცვლადში და დავბეჭდოთ ეს ცვლადი. დავარეფრეშოთ და როგორც ხედავთ, გამოიტანა მიუთითეთ თქვენი ასაკი. მაგალითად, მიუთითოთ 24. OK. გამოიტანა ის, რაც შევიყვანეთ შიგნით. მაგალითად, არაფერი არ მიუთითოთ OK. არაფერი არ დააბრუნა. მაგალითად, მიუთითოთ cancel-ი, დააბრუნა null-ი. და ანუ ნებისმიერ რაღაცას თუ შევიყვან და ანუ დავაწვევი cancel-ს, აბრუნებს null-ს და თუ შევიყვან რამეს, მაგალითად 24 წლის ამას ვინახავ უკვე ცვლადში. ასევე კიდევ ერთი დეტალი აქვს, ეს რო ცარიელია, შიგნით შეგვიძლია რამე ტექსტიც დავახვედროთ. მაგალითად, აქვს მეორე გადატვირთვა, დავწერთ ძიმეს და ლავ სიტყვაზე აქ შეგვიძლია ასაკი, ესე ჩავწეროთ. და რას გულისხმობ, ახლა გაჩვენებთ, ანუ აი შიგნით უკვე ზის ეს ტექსტი, ასე ვთქვათ. ესე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნუ დღეისთვის სულ ეს იყო, ჩვენ გავეცანით alerts, prompts, confirms, რომლებიც არიან გლობალური ობიექტის Windows მეთოდები. კარგად გზავნებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.